დიდი და უცნაური დღეა 26 მაისი თითქოს ყველა იმ დროს ეპოქას თუ ადამიანს აერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ჩვენს თავისუფლებაზე რომ უფიქრია. ეს ერთგვარად მისტიკური დღეა, თითქოს რაღაც კანონზომიერებამ სწორედ მაისის ამ დღეს გადააჯაჭვა ჩვენი ქვეყნის ბედი თუ უბედობა. 107 წლის წინ სწორედ მათ ხვდათ წილად ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება, ვინც შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი კლასობრივი ბრძოლის, ნაციონალიზმის, მავნებლობის და დიდი პროლეტარული რევოლუციის იდეებს მიუძღვნა. იყო ამაში რაღაც ძალიან ქართულებმა მომენტი დაინახეს, როცა შესაძლებლობა გაჩნდა ის ფანჯარა გამოიყენეს, უცბად დაივიწყეს მსოფლიოს პროლეტარების და რუსული რევოლუციის მნიშვნელობაც. თავის სამშობლოზე იფიქრეს, მის თავისუფლებაზე. 107 წლის წინ 26 მაისის ნაშუა დღეს, როცა ნოე ჟორდანიამ მეფისნაცვლის სასახლის აივნიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა, თითქოს საქართველოს წარსული აწმყოს და მომავალ შეურიგდა. ეს ამბავი ყველა მიზეიმა, ყველას მიულოცა, ცოცხლებმა ცოცხლებს და ცოცხლებმა მკვდრებს. იყო ასეთი კაცი ლასამ გელაძე, რევოლუციონერი რევოლუციის წლებში ბომბების მსროლელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და სახალხო გვარდიის დამფუძნებელი. სწორედ ამ კაცმა, რომლის პოლიტიკური პლატფორმა პირველ დასთან და ილია ჭავჭავაძესთან წვავე პოლემიკაში დაიბადა, 26 მაისს მთაწმინდაზე აირბინა ილიას საფლავთან და იქითა საქართველოში ახარა ბურთივით მრგვალ ლიბერალს საქართველოს დამოუკიდებლობა. ასე დადგა რევოლუციის იდეალებზე, პოლიტიკურ პლატფორმებსა და პოლიტიკურ თეორიებზე, მაღლა ის, რასაც სამშობლო და მისი სიყვარული ქვია. იყო ბევრი ხმამაღალი და ბევრი ჩუმიზეიმი. 1832 წლის შეთქმულების მეთაურს, ერეკლეს შვილიშვილს, ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანს მთელი ცხოვრება რომ ძველ საქართველოს ოცნებობდა, შვილიშვილისთვის დაუბარებია, მე კი ვერ მოვესწრები, მაგრამ რუსები რომ წავლენ, სადაც ვიქნები ჩასვენებული, იქ მოდი და ჩამომძახეო. ასე შეუსრულა უკვე დიდმა ქალმა მარიამ ქობულაშვილმა პაპას სურვილი. სიონში შევიდა და უთხრა: ბედნიერო, წავიდნენ. ასე ზეიმობდნენ ცოცხლების და მკვდრებიც იმ ქვეყნის გათავისუფლებას, რომელიც ათეული წლები რუსეთის ორი გუბერნია იყო, ქართველი მწერლები რომ საქართველოს ეძახდნენ. გაივლის ამ დღიდან 21 წელი ის რესპუბლიკა მოკვდება, ვინც ეს დამოუკიდებლობა მოიტანა, ან დახვრეტენ იმ ხალხს, ან უცხოეთში გააქცევენ. თითქოს გაქრება და მოკვდება იდეაც ამ ქვეყნის თავისუფლების შესახებ. მას ერთი ქართველი მოსკოვიდან საბოლოოდ ჩაყლაპავს და საქართველოს რევოლუციის ცხელი უთოთი გადაუვლის. სწორედ მაშინ, როცა შიში და უსასოობა საბოლოოდ ისადგურებს ამ ქვეყანაში, როცა 26 მაისს საქართველოში ფიქრადაც კი ვეღარავინ გაივლებს, რომ ჩუმად თავისთვის იზეიმოს. სწორედ ასეთ 26 მაისს 1929 წელს თბილისში ვანო კოსტავას და ოლღა დემურიას ოჯახში ბიჭი დაიბადება, მერაბ კოსტავა. მუსიკის მასწავლებელი, რომელიც თავისუფლების სინონიმად იქცა. მაშინ იქცა ამ ქვეყანაში უპირობა ავტორიტეტად, წესიერების, პატიოსნების, სიმტკიცის ეტალონად, როცა სამშობლოსგან შორს იტანჯებოდა. მის სისხლის სამართლის საქმეში გამომძიებლის მიერ მისი დახასიათებაა ჩართული. როცა ამ დახასიათებას კითხულობ, რომელიც საბჭოთა ფუნქციონერმა შეადგინა, ხვდები როგორია ის იდეალური ქართველი, კაიყმა ქართველები რომ სულ ვეძებთ და რთულად თუ პოულობთ. აი ეს დახასიათება. კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, მორწმუნე, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია, ბევრს კითხულობს, უყვარს კლასიკური მუსიკა, მღერის საოპერო არიებს, ზედმიწევნით კარგად იცის ისტორია, შეუძლია პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენა, არავის ენდობა, სარგებლობს პატივისცემით, შეუძლია აღელვებული პატიმრის დამშვიდება, არ აღიარებს დანაშაულს, დანიშნული მკურნალობის მიმართ დაუმორჩილებელია, იტანს შიმშილს, იწონის 67 კილოგრამს, წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად ან ბუნტის დროს. 2025 წლის საქართველო 26 მაისს ზეიმითა და შიშით ხვდება. ვზეიმობთ იმას, რაც გვაქვს და გვაშინებს ის, რა გზასაც ვადგავართ. უყურებთ დღევანდელ რეჟიმს, მათ სახეებს, იდეებსა და შესაძლო იდეალებს და ხვდები, რომ არაფერი ამ ხალხს საერთო ამ დღესთან არ აქვს. ეს ხალხი სხვა ცომისგანაა მოზელილი. საქართველოს სუსტს, ლაჩარსა და თავდახილს ხედავენ. არა და ქართველი ხალხი უკვე სხვაგანაა, სხვა სიზმრებს ხედავთ, არა მათებურს. რა სიტყოდა დღეს ის მუსიკის მასწავლებელი რუსთაველზე რომ გაივლო? სად დაინახავდა თავის ადგილს? რეჟიმის ფუნქციონერებთან თუ ნაცემ, ნაგვემ, მაგრამ მაინც არ გატეხილა ახალგაზრდებთან. საკუთარი ხელით რომ მოაწყვეს დღევანდელი ზეიმი რუსთაველის გამზირზე. სწორედ ასეთი 26 მაისი დგას დღეს. რეჟიმმა საკუთარი აპარატურა თავისუფლების მოედნია სწრაფად აკრიფა. რუსთაველის გამზირის კი იმ ხალხისთვის დათმობა მოუწია, ვინც საკუთარ თავში და ქცევაში განასახიერებს ამ ქვეყნის თავისუფლებას.